მოგესალმებით მეგობრებო, გამარჯობათ. შუადღე მშვიდობისა. როგორ ხართ, როგორ ზანდებით, ჩემო ძვირფასებო, ჩემო ლამაზებო, ჩემო კარგებო. დღეს ისევ ამანითით მოვედით unboxing-ით. აბა დავიწყოთ, სანამ ძალიან არ დაცხა. დღეს რაღაცა ცხელა ისევ. მე ჩემი ფრიალით მოვედი, ისევ როგორც ყოველთვის. აი ასე, ძალიან ცხელა. მეც მინდა დასვენება, მაგრამ ჯერჯერობით აქ ვარ და თბილისში და თქვენთან ერთად. აბა დავიწყეთ, გადავიდეთ. დღეს ძალიან საინტერესო რამეები ჩამომივიდა. აბა თან გავხსნათ. ესე. და თან დავიწყოთ. აბა დავიწყოთ. მოდი ამას აქეთ დავდებ ფრიალას, რომ ესე ой, რაღაცა მზეც აღარ არის, მოგონი ჩუღრუბელი. ნუ მოკლედ, აბა დავიწყოთ. დღეს ბევრი ჩემი გიფტები იქნება. ძალიან საინტერესო და კარგი რაღაცები. წვრილმანით დავიწყებ. აი ეს არის ჩემი ნიღაბუკა, ვინც იცის, ჩემი ვარდისფერი ნიღბები, მე რომ მიყვარს, არ ვიცი რამდენი ცალია ეხლა აღარ დავიწყე. აი ასეთი ნიღბები გამოვიწერე, მე რომ მიყვარს და რომ ყოველთვის ამას ხმარობ. ხშირ შემთხვევაში. აი ასეთი და ძალიან სასარგებლო, რა ვიცი, ჩემკან ძალიან უხდებას. მინდა გითხრათ, ძალიან კარგი სტრუქტურა აქვს და რა ვიცი, კანს ძალიან ესე გლოს და იმას ხდის. ნუ მოკლედ ბევრჯერ გამოვიწერე და ეხლა ცოტა მქონდა დარჩენილი და გამოვიწერე, ესეც აი შევმატე ჩემს. ეს შეგიძლიათ 5-ით იყიდოთ, შეგიძლიათ ესეც იყიდოთ, ანუ ცალობით არ არის, ანუ 10 ცალი არის, კონთ 12-15 შეგიძლიათ იყიდოთ, 20 შეგიძლიათ იყიდოთ და რა ვიცი, გამეოროთ და 40 შეგიძლიათ იყიდოთ და ნუ მოკლედ და ასეთი შენაძენიც მაქვს. ხო, დღეს რაღაცა კოსმეტიკური ისინი მექნება, სხვათა შორის აი ასეთი და არა მარტო. აი ასეთი რამ გამოვიწერე, სხვათა შორის ეს არის, არ არის ეს ქარხნული, ეს არის, უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში, აი ორივეს ამოვიწერეთ, ორი ცალი გამოვიწერე. ეს არის ხელთ ნაკეთი საპნები. აი ნახეთ. და აი უკარგესი და უსაყვარლესი სუნი აქვს, მოკლედ, აი ნახეთ. ეს არის ხელთ, რა ვიცი, როგორც იქ არის მითითებული ხელთ ნაკეთი საპნები. ტაილანდური. აი ასეთი. მე ძალიან მიყვარს. არ არის ეს ჩემი პირველი შენაძენი. მაქვს გამოწერილი მსგავსი საპონი, ერთი ცალი ვიყიდე ადრე. ძალიან მომეწონა და დღესაც ეხაც გადავწყვიტე, რომ აი ასეთი, რა ვიცი, ვისაც დაგაინტერესე, ასეთი კომფორტული წასაღებად სამოგზაუროთ და თქვა ზღვაზე ხართ ან რაღაცა. იცი როგორი სუნი აქვს? აი თითქოს ხო რაღაცა ვიტამინებით, რაღაცეებით არის მოკლედ და ნატურალური, აი უგემრიელესი სუნი. რა ვიცი, ვის უყვარს ახლა საპნების სუნი. აი დაუშვათ არის რაღაცა, აი ადრე რო იყო სარეცხის საპნები, რო იყო რაღაცა ხელთ ნაკეთი, თითქოს მაგის სუნი დაკრავს რა და ნუ მოკლედ ასეთი შენაძენიც მაქვს, მე რომ მიყვარს. ამას ტანზე, ხელზე, სახეზე, რა ვიცი, ყველგან გამოიყენებთ. ნუ მოკლედ ასეთი სილამაზეები შევიცინე. ესეც ერთი შენაძენი კიდევ. აბა გადავიდეთ. ხო, ეს არის, ეს გამოვიწერე სხვათა შორის, ეს ძალიან მჭირდებოდა. მქონდა რაღაც თვლებით თუ რაღაცა, ეს არის ფეხის თითების უბრალო ისე რომ პედიკური გაიკეთოთ, აი ასეთი
ეს პატარაც ჩამიდეს, აი ასეთი პარკში და მოყვა აი ასეთი ჩხირები. აი ესე ორი ცალი და ძალიან საყვარელი პატარა ჩანთუკა. სხვათა შორის ძალიან ხარისხიანად და ლამაზად ჩაწყობილია, მინდა გითხრათ. ხო, ამას აუცილებლად გამოვიყენებ. ვის პედიკურს თვითონ იკეთებს, აუცილებლად სჭირდება. გოგოებო, ბიჭებო, რა ვიცი, ვისაც სურვილი აქვს რომ შეიძინეთ. ძალიან სასარგებლო, უბრალო, მაგრამ მარტივი, მაგრამ სასარგებლო ნივთია ესეც. ამასაც აქვს ადგილი, რა თქმა უნდა. ხო, აბა გადავედით. თან ვეძებ ახლა ცოტა ისეთი რა განახოთ, რომ ბოლოში ცოტა მსხვილები. ხო, მოდი პატარა იმით დავიწყებ. ბოლოში როგორც ყოველთვის სურპრიზი. ხო, ეს არის ეს გამოვიწერე სხვათა შორის ძალიან მიყვარს, როგორც მივხვდით სამკაულები, როგორც ვიძახი ხოლმე ჩემ ვიდეოებში, ვინც მიყურებს, ყველა მიცით. და ესეთი პატარა ზაფხულისთვის გამოვიწერე ასეთი ქვის. აი მე ესეთი წვრილი მომეწონა, რატომღაც არ მინდოდა ძალიან მსხვილი. აქ უნდა იყოს კიდე რამდენიმე სამაჯური, ველოდები. ანუ წესით უნდა იყოს, რა ვიცი. აი ასეთი ეს არის ნატურალური ქვა. არ ვიცი, ჩვენ ვეძახით სიყვარულის ქვას, მაგალითად ამ ქვას. ესე ბრჭყვიალებს, ყავისფერია და ესეთი წელვადი. მოდი ახლა გავიკეთებ თან და განახებთ. აი ნახეთ, აი ასეთი სილამაზე. რა ვიცი, ჩვენ ესე ვეძახით ბავშვობიდან ამ ქვას და მგონი იქ ეწერა რომ ქვია რაღაცა ვეფხვის თვალის სხვა არის მგონი. ძალიან ბევრი დასახელებები აქვს, რა თქმა უნდა, ნატურალურ ქვებს და ესე ხა ვერ დავიმახსოვრებ. მოკლედ მე ეს მომეწონა და ძალიან რატომღაც მომინდა, რომ აი ესეთი წვრილი ნაზი რაღაცა ისეთი საყვარლობაც მქონდა და რატომაც არა. ესეც ძალიან კარგი შენაძენი არის. მე ვფიქრობ, ხო, ეს გამოვიწერე სხვათა შორის სამკაულების და ზუსტად ასეთი მითამოვიგო რაღაცა ვერ ვიღებ, მიეწება. ნენებთ მანაცა. ხო, აი ეს არის ამ პარკები მიფრინდება ესე ქარი. ხო, ეს არის ესეთი ირემი თეფშზე, ანუ პლასმასი არის, ესეც ძალიან იაფიღის, სადღაც 5-6 ლარი თუ არ ვცდები. ხო, საპნებზე არ მithქვია, სხვათა შორის ისიც 5 ლარამდე ღირს, არ არის ძალიან ძვირი. ესეც რაღაც 2 ლარი თუ 3 ლარი, ნუ ნიღბები 16, 17, 18 ლარი ღირს. გააჩნია რა რაოდენობას შეიცეთ, ანუ ფასზე რომ ხა დამავიწყდა, უცბად ფასიც მეთქვა. ხო და ასეთი ირემი გადავწყვიტე, უბრალო ესეც მარტივი და იაფიანია სხვათა შორის. კი, მაქვს სამკაულების ჩასადებები, ბევრი კარგი ზარდახშები, რაღაცები, მაგრამ ესეთი რაღაც არ მაქვს, რომ ჩამოვკიდო ჩემი სამაჯურები, რაღაც ცეპები, საყურეები შეიძლება დაკიდოთ. და აი ასეთი, აი ესე უმაგრდება. ეს მე მგონი პირიქით არის, იქით იყურებოდა ირემი, ახლა აქეთ უნდა იყუროს მგონი. აი სადაც უნდა დაყაროთ ეს ბეჭდები და რაღაცეები. აი ასეთი უბრალო და ლამაზი, ულამაზესი. ეხლა სამაჯურებს ხო ველოდები, აი რო გავხსნი და ამოვიღებ. მოდით აქ დავკიდოთ თან სამაჯურები, ნახოთ როგორ გამოიყურება. ესეც სადღაც ესე ხო როგორც თქვი 6 ლარამდე ღირდა. არ არის ძალიან ძვირი ასეთი ნივთები თემუზე. და რა ვიცი. რატომაც არა, თეთრია უბრალო. ძვირფასათაც იყურება, მინდა გითხრათ. ახლოდანაც
ძალიან ლამაზი არის და ასე სარკესთან ესე დადევთ, ჩამოკიდებთ თქვენ საყურეებს, ამაჯურებს, რაღაცებს. ნუ მოკლედ, აბა გადავდოთ ეს და ეხლა გავაგზავნოთ და თან რო ამომივა ეს აი სამაჯურები, სამაჯურები და თან ჩამოვკითოთ. ეს არის კრისტალები. მე რომ მიყვარს კრისტალები გოგოებო და ბიჭებო. აი ასეთი სამი ფერი ავარჩიე. იმიტომ რომ ეხლა ზაფხული როა და რაღაცა იყო ბევრი მუქი ფერები, ნახეთ რას, მზეც გამოვიდა და იქნება გაამჭრიალოს.